ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც პირველ payout-ს გააკეთებ და მაგის მერე ფიქრობ, რომ მაგ payout-ის აკეთება უკვე იმ წესების არ დაცვით შეგიძლია, ანუ გულისხმობ, რომ აი თუ payout გააკეთე $500, $1000 თუ გინდეს $2000 იყოს, შენი ფიქრით თუ ფიქრობ, რომ ეს $2000 და $1000 შემდეგ რომ გაზარდო, რომ 10000-მდე და 20000-მდე ახვიდე, თუ გონია რომ მაგას იმით იზავ, რომ მე ტრეიდს გახსნი, მეც გარისკავ, მე უფრო დიდი ტრეიდების დაჭერით დაკავდები, ხო, ძალიან ცდები. შენი კონცენტრაცია არ უნდა იყოს შენი სტრატეგიის, შენი რისკ მენეჯმენტის და შენი მიდგომის შესრულება, შენი კონცენტრაცია უნდა იყოს კაპიტალის გაზრდა. იმიტომ რომ კაპიტალის ზრდასთან ერთად მოიმატებს მან შენი შემოსავალის ტრეიდინგში, იმიტომ რომ დიდი კაპიტალის პროცენტული მაჩვენებელი უფრო დიდი შემოსავალი არის. არ ვუყურებ ჩვენ დოლარებში ამ ყველაფერს რა. ამიტომაც თუ მithumedes პროფილებზე ვაჭრობ, ბევრად უფრო მარტივია სკეილინგი, ოდესაც $50000 აკაუნტით და $1000 და $2000 შევულობ, დაიმატე კიდე 50000 ისევ იგივე რისკით, ისევ იგივე მიდგომითი ტრეიდა და უფრო დიდ შედეგს მიიღებ, იმიტომ რომ სადაც 50000-ზე $1000 შევულობდი, 100000-ზე 2000, 150000-ზე 3000 და ასე შემდეგ. ესე სკეილდება ზემოთ. მაგიტომ არის ეს ბიზნესი საუკეთესო.